სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენი ბრძოლა არ არისო ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ბრძოლა არის დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ. ადამიანის სულის ცხონების წერი არის სწორედ დაცემული ანგელოზი, რომელიც ჩვენ ეშმაკსაც უწოდებთ. და ადამიანის მთავარი ბრძოლა არის თავისი სულის გადარჩენისთვის. ამიტომაც ეკლესია არის მიწაზეც და არის ზეცაშიც. მაგალითად, წმინდანების სახით არის ზეცაში, ვისაც ჩვენ ვევედრებით, ვინც იცხოვრა ჩვენნაირად ამ წუთის სოფელში და სული გადაიჩინა. უამრავი მათგანი ჩვენ არ ვიცით, მათი სახელებიც კი არ ვიცით. ახლა რამდენმა ადამიანმა მაგალითად მონაზვნური ცხოვრებით სული გადაიჩინა, რომელთა სახელებიც არ არის ესე ცნობილი. რამდენმა ადამიანმა ოჯახური ცხოვრებით გადაიჩინა სული, ესე იგი პატიოსანი, ის ცნებები ცხოვრებით ჰქონდა, ესე იგი და ჩვენ მათი სახელები არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხარობენ თავისი ღმერთთან ყოფნით და ღმერთის დიდებით. მაგრამ ვართ ჩვენ ჯერ ამ მიწაზე და ჩვენ გვეწოდება მებრძოლი ეკლესია. მებრძოლი არა იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით, არამედ როგორც თქვა პავლე მოციქულმა, ჩვენი ბრძოლა არ არისო ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, ანუ ერთმანეთის მიმართ კი არ არის ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ერთმანეთს ვეკამათოთ, ერთმანეთს ვექიშოთ, თუნდაც რწმენის საკითხებში. იქ საკამათო არაფერი არ არის. შენ თუ დაუშვათ ატყობ, რომ სხვას არ უნდა, რომ ის რაღაცა ირწმუნოს, კი ბატონო, გაუშვე, რაზე ეჩხუბები და ეკამათო. მას როგორც უნდა ისე სწამდეს. შენ როგორც სწამს, ისე სწამდეს. თუ გინდა, რომ სხვას რაღაცა რწმენა ასწავლო, შენი მაგალითით უნდა ასწავლო. ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს რაღაცას ვეჩიჩინებით, ვაძალებთ, ვასწავლეთ რაღაცას. მაგრამ ჯერ მისი გონება და გული შეიძლება არ არის საინისოდ მომართული. ამიტომ ღმერთი მას თავისუფალებას ანიჭებს. და ჩვენც არა გვაქვს უფლება, რომ ვიღაცას ესე შევუწყოთ. შეიძლება ჩვენ საკუთარ თავს დავაძალოთ რაღაც, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ დააძალებ. არც აგვაქვს მაგის უფლება, ვინმეს რამე დააძალოთ. თუნდაც იმ გზის არჩევაში, რაც წეღავთ, ორი მთავარი გზა არსებობს. ერთი არის, რომ სამონასტრო ცხოვრებით ცდილობდეს ადამიანის სულის გადარჩენას, ერთი არის, რომ ოჯახური ცხოვრებით. ყველას თავისებური გზა აქვს, ესე იგი, გასავლელი. ზოგი ერთს ირჩევს, ზოგი მეორეს ირჩევს. ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი დამოკიდებულება, რომ ესე იგი, თუ ადამიანი მონასტერში წავიდა, ის გადარჩება, ცხონდება. თუ მონასტერში არ ცხოვრობს, ის ვერ ცხონდება. ეს არ არის სწორი მიდგომა. ამას უფალიც არ ამბობს, არავის არ მოუწოდებს, რომ გინდა თუ არა მაინც და მაინც, ესე იგი, ოჯახის გარეშე იცხოვრა. არამედ უფალი ამბობს, რომ ყველას თავისი ძალის შესაბამისად აქვს, ესე იგი. ვიღაცას აქვს ამის ძალა, ვიღაცას არ აქვს ამის ძალა. და ორივე გზა ღვთისგან არის დალოცვილი და ნაკურთხი. განა მაცხოვარი, რომ გალილეის კანაში მივიდა და ქორწილში წყალი რო ღვინოდ გარდაქმნა, განა ამითი არ იკურთხა ის ქორწინება, როგორ არ იკურთხა. ორჯერ გააკეთა ეს და წარმოიდგინოთ, ესე იგი, ორგზის იკურთხავ, როგორც წმინდა ანდრია კრიტელი ამბობს და მეორე მხრივ კურთხეულია მონაზვნური ცხოვრება. მაგრამ როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ესე იგი, დროულად უნდა გადაწყვიტოს ადამიანი. რაღაცა არის ასაკი, რაღაცა ზღვარი, იმის იქით, მაგალითად 25-30 წელი ამას ამბობს ვაჟებთან, გოგონებთან მიმართებით. მერე უჭირს ადამიანს მორჩილება. ახლა მონასტერშიც მაგალითად მანდილოსანზე რო ვთქვა, მონასტერშიც მორჩილება უწევს, იქ თავარი ეგ არის, რომ მორჩილება გიწევს. ოჯახშიც მორჩილება გიწევს.
ეს უჭირს მერე ადამიანზე. თუ ამას პატარაობისას აკეთებს, ის უფრო იოლია. ვაჟებთან დაკავშირებითაც ესე იგი დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თორემ მერე უკვე რაღაცა ესეთ არასერიოზულ წვრილმანებს აქცევს ყურადღებას და ესენი აბრკოლებს. და მაგალითი მოყავს, ესე იგი, ორი ადამიანიო მთაში მიდიოდაო და მთის წვიმა წამოვიდა და მთის მდინარე ჰქონდათ გადასატოფიდან. ერთი ჭკვიანი იყო და მეორე სულელი იყო. ამ სულელმა გატოპა და გადავიდა და წავიდა, გააგრძელა გზა. ჭკვიანმა იფიქრა, მოდიო, გადაიღოს ცოტა წვიმა. ელოდება. ამ წვიმამ არადა არ გადაიღო, მოუმატა, წამოიღო მერე იქ რაღაცა ხეების ნაგლეჯები, წამოიღო ეს ლამი და გადიდა ეს მდინარე. და ეს ჭკვიანი დარჩა მდინარის აქედან. იმას ცოტა ფეხი კი დაუსველდა, მაგრამ გადავიდა და დანიშნულების ადგილამდე მივიდა. იმიტომაც ამბობს მინდა პაისრათონელი, რომ ცოტა ადამიანმა ამ საქმეშიო თავი უნდა მოისულელოს, უნდა თავი გამოილენჩოს. ესე კი არა, რომ აი ესე ზედმიწევნით იმით მიუდგეს, იმიტომ რომ სასურველი, შენთვის სასურველი ყველანაირად, სასურველი ადამიანი, ვისთან შენ დაოჯახდები, ეგეთი არ არსებობს. აი ყველანაირად რომ იგი სასურველი იყოს. და ეგეც ნუ ეძებ, არ არსებობს ეგეთი. იმიტომაც ამბობს, რომ იქ რაღაცა უნდა გადადგას ნაბიჯი. და თუ არ გადადგამს და დაელოდება იმას, ყველაზე უფრო მეტად სასურველს. აი ჭკვიანი დარჩა მდინარისაკენ. მეორეს ცოტა ფეხი დაუსველდა. ესეც ის არის, ესე იგი, რაღაცა უნდა გაწირო რაღაცისთვის. ისე არ არის, რომ თან მშრალი ქონდეს ფეხი და თან მიხვიდა იმ ადგილამდე. და ზოგს ეგრე მოსდის, ესე იგი, თან უნდა რომ ყველაფერი წესრიგში იყოს და თან უნდა რომ საქმეც გააკეთოს. ეგრე არ გამოდის. და ზოგი ირჩევს, ესე იგი, ამ წუთისოფრში თავის თანამგზავრს და ამ დაოჯახების მთავარი პრინციპიც ეგ არის, რომ ორი ერთმანეთს შეეხიდოს ქრისტესკენ სავალ გზაზე. ისე კი არა, რომ აი დაოჯახება კი არ ფიქრობდეს, რომ მე იმიტომ უნდა დაოჯახდე, რომ ბედნიერი ვიყო და ყველაფერი იავარდით იქნება მოფენილი. დაოჯახება ნიშნავს, რომ მე მინდა ისეთი ადამიანი ვნახო, ვისთან ერთადაც სულის გადარჩენის გზაზე სიარულს შევძლებ. აი მთავარი ეგ არის დაოჯახება. ეს არის სულიერი გაგება და ხორციელი გაგებით 1000 გვარი რამ შეიძლება იფიქროს კაცი. ამიტომაც აი მორწმუნე ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მორწმუნე ადამიანთან ესე იგი დაიჭიროს საქმე. იმიტომ რომ ესე იგი ისედაც ტვირთია ქრისტესკენ გზაზე სიარული. მით უფრო ტვირთად იქცევა, თუ ერთი მორწმუნეა და მეორე არ არის. ხარი, როდესაც ორივე არაეკლესიური იყო, ორივე ურწმუნო იყო და მერე რომელიღაცა მოექცა ქრისტიანობას. ეს სხვა ამბავია, ამის გამო ვერ მიატოვებ, მაგრამ ხარი, რომ შენ თუ დგახარ არჩევანის წინაშე და შეგიძლია რომ მორწმუნე შეარჩიო ვაჟმა გოგონამ და გოგონა ვაჟი, მაშინ იქ უნდა დაფიქრდე, რა არის მიზანი, ვისთვის ცხოვრობ საერთოდ. და რა შემთხვევაში უფრო მეტად შეძლებს, რომ სული გადაირჩიო. და აი ღმერთმა ინებას, რომ აერჩიოს ახალგაზრდას ყველას ის გზა, რითიც შეიძლება რომ გადარჩეს და იმ საქმეში არავის ჩარევა არ ივარგებს. არც მშობლის, არც მასწავლებლის, არც მოძღვრის, არც მეგობრის. ყველამ თავისი გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. ეს მისი ჯვარია, მან უნდა იტვირთოს. მერტ შეგვეციო საბა. მერტმა დალოცული და გახარებულა და